დღეს ცნობილი ქართველი მსახიობი გურამ საღარაძე 97 წლის გახდებოდა. ალბათ ყველას მეხსიერებაშია გურამ საღარაძის მიერ განსახიერებული პერსონაჟები, როლები, რომლებსაც დიდი ოსტატობით ასრულებდა ის. გურამ საღარაძის პროფესიული განათლება თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტს უკავშირდება, რომელიც 1951 წელს დაამთავრა და იმავე წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. აღსანიშნავია მსახიობის მიერ რუსთაველის თეატრის სცენაზე შესრულებული როლები, სოსო იოსელიანის ადამიანი იბადება ერთხელში, თეზევსი, მასხარა, იულიუს კეისარი, კუდიანი, სერტობი ბელჩი, შექსპირის ზაფხულის ღამის სიზმარში, რა თქმა უნდა, მეფე ლირი, იულიუს კეისარი, მაკბეტი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მოკლედ ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. გურამ საღარაძემ საინტერესო პერსონაჟები განასახიერა თეატრალური სარდაფის სცენაზეც, კერძოდ კურტ სტინბერგის სიკვდილის როკვიდან, კლავდიუსის შექსპირის ჰამლეტიდან. თავად მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ სამსახიობო კარიერაში თავის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად მიიჩნევდა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლს, როცა ასეთი სიყვარულია. განსაკუთრებით გაუმართლად მათ, ვისაც გურამ საღარაძე თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა მეტყველების ხელოვნებასა და კულტურას. ის მხატვრული კითხვის დიდოსტატად ითვლებოდა და ეს ნამდვილად ასე იყო. მსახიობი მონაწილეობდა მრავალ ტელე და კინოფილმში, მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. ის იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი. მსახიობი 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. იმავე წელს მიიღო ლვოვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. 2001 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2006 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნა გურამ საღარაძის სახელობის ვარსკვლავის სრულიად დამსახურებულად. გურამ საღარაძე მხატვრული კითხვის გამორჩეული და საქვეყნოდ აღიარებული ოსტატი გახლდათ. მის მიერ გახმიანებული ქართული და უცხოური პოეზიის საუკეთესო ნიმუშებმა კი მას მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული მოუტანა. ერთ-ერთი მათგანის მოსმენა ახლა შეგვიძლია სწორედ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მართლაც რომ ბუმბერაზი და ყველასათვის საყვარელი მსახიობი. მიყვარხარ ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი. შენი შავი თმის ბუჩქი, თეთრი შუბლის სერი, თვალები გიშრისფერი. ლოყები ვარდისფერი, შენი თითები მიყვარს, ორი პატარა თათი, ოიცი როგორ მიყვარს, ოდნავ შეხებაც მათი, ოიცი როგორ მიყვარს, გამოუთქმელი ენით, შენი გრძნობების სიღრმე სული სიმაღლე, შენი მე დარდიც მიყვარს, შენი ხიმილიც ფართო მე, ცრემლიც მიყვარს, შენი კისკისი მართობს მე, შუქი მიყვარს, შენი რა არის მისი ფასი მე, ჩრდილიც მიყვარს, შენი მზის დაბნელების მსგავსი, მიყვარხარ ძლიერ. წვავს შენი ტრფობის ალი, მიყვარხარ ძლიერ, მთელი გრძნობით და ძალით, ღამით ჩემთან ხარ სიზმრად, ფიქრში ჩემთან ხარ დღისით, გულის ძგერის ხმა მესმის შენი ხმა არის ისიც, მიყვარხარ ძლიერ, მიყვარხარ ცხადად, მალვით, როგორც აროდეს არვინ, არ ყვარები არვის, ეს სიკვდილს უდრის თითქმის ეს, შეუძლოა თითქმის, შენ ერთს გეკუთვნის ყველა, რაც სიყვარულად ითქმის.